სიკეთე რამდენად ობიექტურია? სიკეთე ობიექტურია თუ არა? ნახეთ, ახლა არის საქართველოში შემოდგომა. როცა საქართველოში შემოდგომა რომ ჩამოიყვანო აქ ადამიანი ციმბირიდან. იტყვის რომ საქართველოში ძალიან ცხელა. მაგრამ საქართველოში შემოდგომაზე სადმე აფრიკის ცხელი ქვეყნიდან რომ ჩამოიყვანო ადამიანი, იტყვის რომ საქართველოში ძალიან ცივა. მაშინ რომელი იტყუება? წესით არც ერთი არ იტყუება. მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ რომ ადამიანი ყოფილა საზომი. რადგან ერთ თუ ცივა და მეორეს თუ ცხელა და არც ერთი არ იტყუება, მაშინ ადამიანი არის ის, ვინც განაპირობებს სიმართლე რა იქნება მისთვის. შესაბამისად, სუბიექტური უნდა იყოს. მაგრამ ჩემი აღქმით, ამ ყველაფერზე მაღლა მდგომი საკითხებიც არსებობს, რომლებიც ობიექტურთან უფრო ახლოს არის და უფრო ფუნდამენტური ცნებები რაც არის და უფრო საერთო. მე მგონია რომ სიკეთე და ბოროტება უფრო ფუნდამენტური ცნებებია. ჩემი აზრით აბსოლუტებია. და თუ შეგიძლია ტემპერატურაზე თქვა რომ ეს ჩემთვის სიცხეა და ეს ჩემთვის სიცივეა, სიკეთეზე ეგრე ვერ იქნება თუ შენ საკმარისად ჩაუღრმავდები საკუთარ თავს. თუ საკმარისად ჩაუღრმავდები საკუთარ თავს, ჩემი აზრით, ყველა ადამიანი წამსის, რჯულისა და გეოგრაფიის მიხედვით სადღაც ერთ დონეზე უნდა დადიოდეს. მაგრამ ეს მოითხოვს ძალიან ბევრი შეკითხვის დასმას და ძალიან დიდი აზროვნების პროცესს, რომ აზროვნებით რომ უნდა დაადგინო, რა არის სინამდვილეში სიკეთე.